17 ლარიც არის სასაცილოა. ჩვენთან საერთო მინიმუმი არის 100 ლარი. ისე 100 ლარის ქვემოთ ადამიანი როგორ ცოცხლობს ეს მედიცინის ფენომენია. ამიტომ არც ჩვენ თუ გავიმართოთ არჩევნებზე ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ ხალხს, როგორც თბილისში უმეტეს სამხედრო პენსია, ასე პენსია გაორმაგდეთ, მაგრამ გაორმაგებული პენსიას და დავალერების გასტურებას რეალურად ახლა რომ მოვიგეთ პროცესები ჩვენ ქუთაისის სამტრედიაში, საგარეჯოში, ამ სამ ქალაქში და ადიგენში და მესტიაში დავარიგებია თავრობას პენსია. ну აი ერთდროულად ხალხმა იყო 300-300 ლარი. მაგრამ უკვე დახარჯეს. იმიტომ რომ მაშინ შეესიან ბაზარზე მე ვიყავი ამის მოსა სამტრედიაში მაგალითად ბაზარში ხალხმა გაიხარა ორი წელი და ეკავა პროდუქტი ყველაფერი შეეცდეს და ისე დარჩა ძალიან. იმიტომ რომ 14 წლიანი პენსია არის ხალხი კაცი. რა თქმა უნდა მე ვლაპარაკობ იმაზე რა უნდა მოხდეს რა შეიძლება დღევანდელი ბიუჯეტი შეგვიძლია დავალერები გავისტუმროთ და გავაკეთოთ თუ უნივერსიტეტებში ჯერხავს მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი გამოწვევა საპენსიო სიტუაციის და უსაფრთხოების ბაზის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ჩვენ შევძლებთ გადასახადების ამოღებას იმ რამდენიმე კლანისგან რომელიც მართავს საქართველოს. აი ერთადერთი ორგანიზაცია რომელიც აი სიტუაცია რაც ხდება მარტო შევარდნას პლანი ხო გორის ბანკების კომბინატი არის ნახევარი გორი ამის იქ მუშაობს. დააჭდა კაცი იყიდა 200 ლარად და არის ბედნიერი მაყოფილი ხელისუფლება ისწერა კომბინატზე რაც ხოდა იქ ჩარხები გამიღდა ჯართან მანქანები თვითონ იარა რამდენიმე წელი სანამ არ გავუჩნდა ალბათ გამოდევს მოსულის მეორე შემთხვევაში ამდენად ვიცი თქვენი დღევანდელი მერი არის გზელში ბაზონ ჩხეიძე ხა მე მგონი ხა არ არის რაღაც ის შეიძლება განცხადება ყველა ვიცის აქ არის სხვა ხალხი ვინც არის ასე რომ არის კონკრეტული ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისას უცხოეთში რა მოხდება ხოთ ჩაიდო ხეთში უფასო თუ ხალხი არ დაასახა თუ არ დაასახა თუ არ ჩადებდა ფულს რეაბილიტაციაში თუ არ ამუშავებდა თუ ფულს არ შექმნიდა დოლარს ავტომატურად სასამართლო შედგებოდა და გაკეთებოდა ეს კაცი და ეს კომბინატი დაუბრუნდებოდა ან სახელმწიფოს ან ვიღაცა ისეთ ინვესტორს მიეცემდა ვინც ხალხს მიეცემდა აი ეს ერთ საქართველოს მასშტაბით ეს არის ჩვენ რა გვინდა გავაკეთოთ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ მცირე ბიზნესი 2 წლით უნდა გავაკეთოს ყველა გადასახადისგან და ესეც არის ჩვენი პროგრამის ნაწილი აი როგორც თბილისში ჩვენ მივდიოდით აი ქალბატონი თქვა ვიცვენდოთ ვისაკეთოთ და თბილისში როცა წავედით არჩევნებს უთხარი თბილისის მოდი მე არ დავიწყებ წინასახისების დაგებას სახურავის გადაყოლეს და მოთხოვე. იმიტომ ეხლა რომ თუნდაც 100 სახურავი გადაყოლო ვიღაცას ფული ხო და გამოვარდებული არ. მე ეს ფული საიდან დავაშორე იმ კაცის ბიუჯეტიდან ესე იგი თქვენი ფული უნდა მოვაპარიო და დავაყენო სამში. დავალებო. ამიტომ მე უთხარი წინასახ ხალხო მე თქვი ვერაფერს ვერ გაიგებთ. თუ თქვენ ენდობთ ფული მას ვინ წინასახ ეყოლოს თქვენს მე ინფორმაციას ხელშეკრულებას მე კობა დავითაშვილის სხვა წევრები ვინც ვიყავით ჩვენ და გეუბნებთ თუ ერთი წლის განმავლობაში თბილისში არ მოიმატებს მცირედი პენსია ბავშვები ვერ მიიღებენ უფასო საქართველოში არ იქნება უფასო სასწრაფო არ იქნება 100 მოედანი აშენებული არ იქნება ყოველი მესამე სახურავდელი შეკეთებული ჩვენ ერთი წლის თავზე ახალშობილები არ მიიღებენ ფულს და ერთი წლის თავზე წავალთ პოლიტიკას საერთოდ აღარ გვექცევა საპარლამენტო არჩევნებში ერთი წლის თავზე ეს ხელშეკრულება დევს უმთავრესობა არ მოგვიყვებიან როგორც ხელშეკრულებაში მაგრამ მე გავხდი საკრებულოს თავმჯდომარე რაღაც უმეტესობა ჩვენ მოახერხეთ ერთი წლის თავზე მივადეთ და თქვით რომ რა თქმა უნდა ეს არის ჩვენ არ დაუსაქმებია ხალხი იმიტომ რომ ამის ბერკეტები არ თქმა ეს არის პატარა პროექტი კონდე ორგან ჩვენ არ შეგვიძლია გლობალურად სიტუაცია და გაფშოული ხალხი არ დაგუყურებია მაგრამ ის პატარა რაღაცებია და თქვით აუნკლებების მაგალითად ჩვენ შევხვდით ზუსტად ეს არის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ვიძახით რომ თუ ჩვენ არ გავაუქმეთ მის გადასახადს უახლოეს პირველივე სტადიუმში თუ ჩვენ არ ჩამოვაგდეთ დავალერების მის გადასახადს თუ ჩვენ არ გავაუმოქმედეთ პენსიას და არ გავესტუმრებთ ძველ დავალერებს თუ ჩვენ ბავშვებს არ მივცემთ უფასო საქართველოს მთელი საქართველოს მასშტაბით თუ ჩვენ ვერ შევძლებთ რომ ჯანდაცვა ყველას დავხატოთ ხელმისაწვდომად თუ ჩვენ მცირე ბიზნესს არ გავათავისუფლებთ გადასახადიდან 2 წლის განმავლობაში 2 წლით ყველა მცირე ბიზნესის დაწყებული პატარა სამეფოები და დამთავრებული საწყობები მაღაზიები პატარა კაფეები ყველა მაშინ ჩვენ აღარ ვიყენებთ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩვენი წარმოდგენა შეიძლება იყოს მეც და ნებისმიერ წარმოდგენა ნაციონალურ მოძრაობის ჩვენ ხალხის იკითხვის ამეცადო ჩვენ კი არ მოვუყურებთ ჩვენ გვაქვს 900 დღიანი პროგრამა 900 დღეში ან მინიმუმ ხდება მისი პატრონი ხარ მე არჩევნები ჩატარებული ხდება საპრეზიდენტო ყველა არჩევნებს ჩვენ მოვუყურებთ აი ამ 2-3 თვეში 2 ნოემბერში თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მაშინ ხალხთან მისასვლელი არ გვიქნება და რა თქმა უნდა არც პოლიტიკაში მოსასვლელი არ გვიქნება ჩვენი კანდიდატი აქ არის ის ყველაფერი წერება ეს აღარ წერება ეს ხელშეკრულება დაულიგდება ყველა გორელს მათ შეიძლება ხელი მოაწერონ ჩვენი წარმოდგენიდან გამოვართვით ჩემი ხელმოწერა მეუღლე ეს არის გამრავლებული საქართველოში 500,000 ექიმბარი და ყველა ოჯახში ეხლა ჩვენ ყველა ეს გასაგებია
მორიგ დაპირებული ბოის მაყურებელი. ასე მორიგ მე მეგონი თუ და ბევრად მეტი მოსვლა გავაკეთე. ეს ნო მორიგ დაპირებას მე რას ვამბობ? წინაც ხოდა დაპირებდა რაღაცა შესრულების პროცესში ხარ. ხო? ეხლა მორიგ დაპირება, მაგრამ თქვენ რამდენი ადამიანი უნდა დაიყო პარლამენტში რა ეს მიღწევადი რა. იცით გაიჩნდა როგორი ადამიანი. თქვენ შეიძლება გამოვიდეთ 3 თვის შემდეგ, საავადმყოფოს და 3 თვის შემდეგ და თქვა ჩვენ უმცირესობაში ვართ და ჩვენ ვერ ახლა თუ მოკლედ უმცირესობაში რა თქმა უნდა შევეცდებით რა თქმა უნდა ვაით შევეცდებით, მაგრამ ეს ასე იქნება ბევრ რაღაც ხა თუ ჩვენ არ გავიგეთ და ჩვენ არ გვაქვს საკმარისად დაუსაბუთებელი ქონების გამო ნაციონალიზმის გამო ვინიცით. ზარავინ დრო ყველანი დაუსაბუთებელი ქონებაში ხელჩაყოფა. აქ არის საუბარი ან ნაციონალიზაციის გამო დიდი საზავო ვინიცით სხვა ყველა არის პატარ-პატარა წილებში ხო ესე. გააჩნია რა ფიქრობს ეს. აი მოყავს სკოლაში კანდიდატი ირაკლი უფროში. ეხლა რა პერიპეტიები ირაკლისთან დაკავშირებით ხო ყველა თავის დროზე იყო ადვოკატი ამერიკელების და ძალიან კაი ადვოკატი იყო სულ აყვედრიან ამას იყო ერთ საუკეთესო ადვოკატი საქართველოს მე მაშინ არ ვიცი. მე დავიხარე რომ ამერიკელებს ხალხ კარგი ადვოკატი მოვკიდე ხელს წამეყვარი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიქრე ეს ბიჭი კარგი რაბდა და უნდა იმუშაოს ქართულ სახელმწიფოს არ არის ამერიკელებს. ირაკლი გადამკიდა ძელი თავი. ირაკლის დამსახურება რომ შევარდნაძე გადამეკიდა თავიდან. არაფერს შეუძლია. ყველა კონტრაქტი მისი ოჯახის ლობირებულ შევარდნაძეს იყო ფხიბულის თეცი ზესტაფონის პერუს გასვლის. ორი დღის წინ შევარდნაძე ოჯახმა ხელში შექმნა ზესტაფონის პერუ. ირაკლი მაშინ ჩაუშალა 3 წელს როცა ბიზნესის სამეცნიერო. რუსთავის აზოტი ირაკლის გადაჭრინა. რუსთავის მეტალურგიის გადაჭრინა რომ დღეს ჯოხტაბერის საკუთრება არ არის. მაგრამ ამის შედეგად მე და ირაკლი გავიჩინეთ პროგრამით. მე ირაკლი წამოვიდა ჩემთან სამინისტროდან მე ვიცი რა თქოს თავაზობდი თამის სახით და რატო გამხეთზე როგორ იმედეს და მაშინ საქმე შეუძლეს ვიღაც ინსპექტორმა დაწერა ჩვენება რომ ხალხი წამეკამათავ და მობილური ანტენით გამიფხაჭა ლოყავ და ამაზე იჭერდა სისხლის სამართალს საქმე აღწევს და საზამართლოს მოითხოვეს სანქცია და კიდე კაი მოსამართლე აღმოჩნდა თუ ისინი თავისუფლად პატივისცემენ და არ დაიჭერა პოლიციელებს ეს იგი თებერვალში გამიფხაჭა ლოყავ და ივნისის თვეში იჭერდა როცა წელში ამოვიდა შევარდნაძეს და მის თავებას ირაკლის კრიტიკები ასე. ეხლა ეს ირაკლი იყო ქალაქის საკრებულოში და პირველი რაც აღმოაჩნდა თუმცა თბილისის თელეცენტრი გადმული არის თბილისის სიტის აფერას რომ $30,000 უთხეს ირაკლის გაჩვენდი და მოგცემთ აგერეთ 5 მინუტს თავიდან ეს ვიცით უბრალოდ. ირაკლი ღებდე იმის ამისათვის მიუხედავად იმისა რომ ვერ წინასწარ ვიქნიან მე მივაღწევ იმას რომ სახელმწიფო დაიწყოს ეს ხალხმა დაიწყოს ეს არა ნაციონალიზაცია არის ეს იმათ არ მიტაცებული რა კონკრეტულად რომ ახლა კენდოს საკუთრების მიპატიოს მაგრამ ის ხალხი არის პანდიტები იმათ ჩაოლებათ ეს არის აფიორეთ მითვისებ ეხლა დაგეიგე გორში და ნახეთ რა პრობლემები შეუძლეს ერთხელ აი პოლიციის რაღაც ნაწილები ყველა არა მაგრამ ვიცი რომ ბევრი იქ გუბერნატორი ჩამოვიდა ეს ჯორბენატორი იყო ჩამოსული მაშინ იყო რაღაც ნაციონალური მოძრაობის აქცია და მე არ ვიცი კაი ბიჭი არის ეს თქვენი მოკრივე ჩვენი მოკრივე ხო მაშინ რომ ხარ მე ახლა მოკრივესთან გასაყოფია როგორც მოკრივეს პატივისცემ მაგრამ მოკრივე რომ ჩამოვა რინგიდან და ხალხთან დაიწყებს პანელში თუ ის ხო მოკრივე არ არის და ჩემ პრეზიდენტად მარიკა ვერულაშვილი მოგვიდა რომ თავის მოფერებულ და თავის ხელი გადაესვა გიორგის გადალაც მაგრამ ამის შემდეგ ორი კვირა მარიკა ეთქვა თქვენი შეფერა ასე რომ თუ ამ მეთოდებით აკეთებთ თავი ხალხთან თუ ჩვენების ევროპაში ყველამ დაიწყო გორში ჩვენების ევროპაში თელავში 2500 წელს შევკრებთ რამდენიმე წელი თელავის ცენტრში ესეთი რამე გავსი არაფერი არ აქვს მედიამეტრში დაიმალა სადღაც გამოდრა გვიან გამოდრა დარწმუნდა რომ თამდურად აღარა ვართ იქ დაიბარა ყველა უნდა დაანახსნით ეს როგორ დაუშვით რატო მომიხეთ ის დაუშვით არა ირაკლის სრულად დასალული ურთიერთობა ვიცით ძალიან კონკრეტული ბრალდებები წაუყენა საერთოდ მე თავრობასთან განსხვავებით ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციური პარტნიორისგან რაღაცნაირად კუდები გადავიდა მე იმაჩნია რომ შეუძლო ხალხის სიტუაცია არის ორი ტიპის ერთეულება ყველაფერი წმარდა შეფორ საერთაშორისო კიში გაუწონასწორებელი როგორ შეიძლება რა შეიძლება ეგრე გაუწონასწორებელი ადამიანი რაში გამოხდება ეს გაუწონასწორება დღეში რო ჩეხავს ვიღაცა მიგიოდებული რაბა ეხლა დაახვით მე დღეს არ მოიწია ეს გიჟი არის ეს ნახე რა გაუტანელი კაცი არც ფულს იღებს არც სხვანაირად ლაპარაკობს არც ჩავებს არ გიკარებს ახლოს იქ რა ქვია უკანონო შენებლობებს ვაჩერებს სადღაც აბაბა ეს ისევ გაუტანელი გიჟი მოვიდა საფრთხე გაიწეს საქართველოს რესპუბლიკას ეს გიჟი ისევ ადგილ საფურავზე კავშირმა გადაუფრინეს თბილის ხალხმა მე იმისთვის გეცნობა შეიძლება უხალხო რაღაცა სპეციალურია მაგრამ
ბოლოს აღარც მეცინება და აღარც მაწუხებს რაღაც ეტაპზე ამ ნერვოს შეშლიდა ხა თუ ხალხმა იმიტომ კი არ ამიჩემე რომ ლექციები ვკითხო თუნდაც თქვენი ტელევიზიის ეთერით მაგალ საკითხებს ამიჩემე თუ ვიღაცა საფუძველი ჩამოდის ეს არ მე არ მოგთავაზებთ ხალხს მაგრამ თუ კი რამე მერკეტი მივიტანეთ და დავარჩევი წვილი და გავაკეთებ ხო ასე რომ ჩვენ ორი სხვადასხვა კონცეფცია რატო იყო ჩემი გამარჯვება ვეუბნებით რომ თქვენ თქვენ ვიძახით არავის არ დაუპირისპირდეთ ყველასთან კარგად და თუ ყველასთან კარგად და იყო ხალხისთვის ვერაფერს ვერ გააკეთებთ თუ 100 მილიონის მომყარავ სალარიძესთან და პენსიონერთან რომელსაც 14 ლარი არავე 6 თვე და შიფში ხდება თქვენ ერთნაირად კარგად იქნებით მაშინ სალარიძეს გაუკეთებთ ყველაფერს და პენსიონერს ვერ გაუკეთებთ ვერაფერს იმიტომ რომ პენსიონერს რო გაუკეთო ამას უნდა დააბრუნებდეს ხოლმე ამას უნდა ჩაუჭრა თავის ხაზები იგივე ამასთან სხვას ნებისმიერ კონტრაბანდის და მაშინ შემოგვიჯეს ფულა და ეხმარებოდეს ყველასთან კარგად ვერ იქნება აი ეს არის ჩვენი გასვლა და ან ჩვენ უნდა შევცვალოთ სიტუაცია ჩვენ უნდა დავამხაროთ წესრიგი საქართველოში საქართველოში აი და დიდი უწესრიგობა ნახეთ რა ხდება ის მანქანები რომლებიც გადადიან და გორი გახდა კონტრაბანდის ნარკომანიის და ადამიანის გადაცემის ცენტრი ხო ბანკის რაც ხო და ახლა დიდი გახდა გუშინ თქვენ პოლიციის უფროსები პოლიციის უფროსების ალიანსი არა მე ვაპარაკობდი იმას რომ შეუძლებელია მანქანის გადაცემა თავისუფლად გადაადგილებულ გზებზე თუ მას არ აქვს პოლიციის ფარველობა და შეუძლებელია ესეთ რამე არ ხდება მე უცნობ მანქანას რო ვშევი დღეში 8-ჯერ მიწევს ხას პოლიციელი ხა კარგით და ესაც ჩაოლებული ყველა ადამიანის გამოცდილება და მით უმეტეს ყველა მიწის პირა ეხლა აი ეს სიტუაცია წინვალში შექმნება ჩვენ დავაყენეთ ახალგორში და ვლადიმერ პუტინი წარმოშობით არის ოცი თუმცა ჩემთვის არის დიდი ქართველი მე მის მახსოვს ჩემი ბავშვობის იმედი იყო როცა კევიტინგას დაუვალებოდი და გაიზარდა ბურთი ჰამბურგის კარში მაგრამ მეორე პროფილი გახდა როცა 900-იანი სკოლების შემდეგ ეხლა ამ რამდენიმე გამოვიდა და თქვა თელესიმართლე პრეზიდენტს და მის თავრობას ეს ხო მართლა ახალი დროის ის არის წარმოშობითობს მე როცა არაფერი გასაყოფი არ პირიქით უნდა მოახდინო და ხალხის ინტეგრირება საქართველოს მაგრამ კანონების უწესრიგობის და ყაჩაღობის ბუდე რომელიც არის საქართველოს გულში ერთხელ სამუდამოდ უნდა მოიხუროს ეს არის ორი სხვადასხვა რაღაცა წესრიგის დამყარება ნიშნავს იმას რომ ყველა მიგრძნოს ნებისმიერ ეროვნების წარმომადგენლობა ქართველებმა და სხვებმაც რომ საქართველოს ყაჩაღობას და ბანდიტობას ქართული სახელმწიფო ბანდიტს აღარ მოიწვევს საქართველოს საზღვრების ფუნქციას ქართული სახელმწიფო აღარ მოიწვევს რომ ჩვენ შევხვდით ძლიერ არქივს ჩვენ გვქნება ძლიერი პოლიცია ჩვენ შევხვდით ისეთ სიტუაციას როცა გავხდით ამ კრიმინალური დამნაშავეთა სამყაროს და სახელმწიფო სტრუქტურებას შევძლებთ რეალურად ყველას ვაგებთ და გავამხაროთ კანონის დიქტატურა დიქტატურა კი არა კანონის დიქტატურა სადაც ყველა კანონი ზედმიწევრით შესრულდება და სადაც კაცის ხელით მაგრამ არა ჰუმანური მეთოდებით მაგრამ კაცის ხელით კანონის ყველა წესრიგების დაცვით ჩვენ დავაყენებთ საქართველოს ტერიტორიაზე გასაგებია ბალანში მე როგორც ვიცი ხო გველოდები მაყურებელი ვიცი უამრავი მაყურებელი ეკავს რეჟისორი იქნებ თხოვნა მეკითხეს მოკლე მაშინ მოკლე მასუხები იყოს და მოკლე კითხები და ბევრი ყველა შემოუშვა და მოკლე მასუხები რაც შეიძლება მეტი მაყურებელი შემოუშვათ და იყოს მოკლე მასუხები შეიძლება ისმეთ პირდაპირ ეთერში ხარ საღამოშვიდობის არა დია გამარჯობათ გამარჯობათ გადასახადი პირველსა და მეორე ინვალიდებს შეღავათით ეძლევა. ასეთი ბრძანებულებაა 96-ე. ალბათ იცით ასეთი ბრძანებულების შესახებ. და სრულდება ქალბატონებს? არანაირად არ სრულდება. არის ციები გორში მაგალითად ელექტროენერგიაზე რომ მისუდეს გადასახადი გვაქვს ციები გვეუბნებიან არის ბუღალტერიაში ციები მაგრამ არავის არის შეღავათი არ ხდება. არც პირველ და არც მეორე ჯგუფზე. რომ ბიუჯეტიდან არ გვირეცხავენ თანხას, ესე იგი გორის ბიუჯეტი, თვითონ ქალაქის ბიუჯეტიდან არ ირიცხება თანხა და ჩვენ არანაირ უფლება არ აქვს, რომ ესეთი შეღავათი ვინმეს გაუწიოს. თუ არის ნაციონალურ მოძრაობას, თუ აქვს ესეთი ან ვერკეტები ან რაღაცა, რომ საერთოდ გააყენოს ეს ხო უნდა აბა რატო აქვს ეს განებულება, აბა რატო შეადგინეს ეს გასაგებია დიდი მადლობა ბატონო დიდი ბატონო მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი ესეთი ბრძანებულება მუშაობს რა თქმა უნდა თქვენ გეკუთვნით და რა თქმა უნდა თანხებს არ ეცვალა იმიტომ რომ ეს ფული არის თლიანად მოპარული მე ამაში არაერთხელ დავუძღვნებული რომ ხა სამწუხაროდ ჩემი უფლებამოსილებაში დღეს არ შედის ამის კონტროლი იმიტომ რომ ის კონტროლი შეიძლება კიდევ საპარლამენტო ასე ვთქვათ საპარლამენტო წარმოადგენება ჩვენ ყავს 9 კაციანი ამეთავს და ჩვენ გვიდა ისეთი წარმოადგენება მეთქვა გარკვევა ისეთი აუცილებლად გავერკვე მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ბევრი გავუ მართლა არ არის ფინანსის სამინისტრო ამაზე ფულს მართლა ეკუთვნის ახალ
მე ერთი რამე გავაკეთე დღეს საკრებულოში თბილისში მაგალითად უმეტეს რაიონებში არის გრაფიკი. და წყლის ტარიფი იმ ადგილებში, სადაც არის წყლის გრაფიკი, შემოვცეთ ორჯერ. ესეც რაღაც პატარა შეგვეყო. რაც შეგვეყო ჩვენ გავაკეთე. მაგრამ ნუ ახლა სანუგეში რა უნდა გითხრათ დღეს, როცა რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე იმ მთავრობასთან, რომელსაც ყველაზე უკანასკნელ ადგილზე დგას ეს მოთხოვნა ჩვეულებრივი ადამიანების, პენსიონერების, ინვალიდების, დაუცველების, იმ ხალხისთვისაც ყველაზე თითოეული თეთრი წიგნი მნიშვნელოვანია და მართლა 10 და 15 და 20 საქმეების ზედმეტ ყველაფერი. ასე მოდ კიდევ ერთხელ აპოლოგიას მოვუსმინო საღამოშიდობისა პირდაპირ ეთერში ხარ მისმით. ისმენ გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა. მე შარლატელასაც ვაწუხებ სიდაკაცების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ბატონო მე საერთოდ არ მჩვევია ჩემზე უბრალოდ ადამიანებთან მათესწონის საუბარი, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მოქალაქეთა კავშირში ყავით წლების განმავლობაში, მოქალაქეთა კავშირთან ერთად იხდოდით, ასე ვთქვათ, და ის ადამიანი ხართ, რომელმაც თუ ვთქვათ, როგორც თქვენი თქმით, 1915 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბა, ალბათ ეს თქვენ იყავით. და აი ამ სიტუაციის ფონზე და თარგამაზეს მადლობას ისხდით და მოიწევთ. ბატონო არა ერთი შეიძლება დავამყარო მოგა. გასაგებია თქვენ. აი ამ ფონზე თქვენ ჩამოვდიხართ და კიდევ გვესაუბრებით არჩევნების დაყალბებაზე, გვაძლევთ კიდევ ერთ პუნქტ დაპირებებს, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვჭირა ბატონო მიხეილ. გასაგებია, გეცოდია რომ გათიშეთ ეს ბიჭი, იმიტომ რომ ეს სტუდენტური მოძრაობა დღეს არის ბლოკი ახალი საქართველოს წევრი. უცნაური ჩვევა დასჭირდა ჩვენ ნამუძგარეთ ხვთავთ. კირეკავენ პირდაპირ ეთერში მათი ეს ზლოგვები მე სხვა სიტყვა არ მოხდიში ამისთვის და იძახიან რომ ჩვენ ესე თქვენ ხო იყავით მოქალაქეთა კავშირში, თქვენ არ ყავით არჩევნებში, შენ რატო გაგიჟე მოქალაქეთა კავშირში? შენ რა ნამუსით მირეკავ, რომელი ავედი ამას ერთ-ერთ რეგიონში და გამგებელი მოვიდა თქო შენ თავრობასთან რა ხარ შეგული. ხოთხარ შენ თავრობის დანიშნულ გამგებელი. ესე იგი, რა წარმოადგენს საკუთარ თავრობას, რომ მე მადანაშეულებ სააკაშვილი არის შეგული თავრობას. მე როცა ვიყავ პარლამენტში, მეგობრებო, გადაეცი შენ თავრობას და შენ ბლოკ ახალ საქართველოს. მე მოვახსნევი ინჯია, მე მოვახსნევი გულოა, მე დაუპირისპირდი შევარდნა ძოჯახს, არც ერთ ოპოზიციონერს მას არ ეხებდა მაშინ. მე გავაკეთე ის, რომ დიქტატურების სფეროში დავამარცხე მაფია. მე მოვხსენე პრეზიდენტის კლასელი მეფარიძე, რომელიც გაჩეხა ნახევარი თბილისის დღეები და მე ვიყავ ის ადამიანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მოგვი თავით სალარეთას, რომელიც იყო საგადასახადოს მოქმედი შეფი და თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი. და მებრძოდა არჩევნებზე ვაკის რაიონში. მთელი საგადასახადო, მთელი პოლიცია, ყველაფერი გააკეთეს, კარუსელები ატრიალეს, ეს შავ-შავი ხალხია, თანამშრომლები, დადიოდნენ და ცდილობდნენ რომ გაეყალბებიათ და მაინც ვერ გამიყავდნენ. ეს იყო 99 წლის არჩევნები. მე 2001 წელს, როდესაც გადავდექი მთავრობიდან და დამიტანეს ირინა სარიშვილი, მაშინდელი ვითომ ოპოზიციონერი და პრეზიდენტი გამოვიდა თქვა რომ სააკაშვილმა არ უნდა გაიმარჯვოს, ხალხს ახსოვს ეს და უნდა გაიმარჯვოს ირინა სარიშვილი. პრეზიდენტი მანამდე არა, ხო და მე როცა ამბობდა, მაშინ მე ავიღო 23% და როცა ეს თქვა, მე ავიღო 93%. იმის მიუხედავად, აი ხალხი ამბობს, ხა გავუყალბებთ არჩევნებს, სულაც წავა საქმე, იმის მიუხედავად, რომ დაიწყეს სროლა ხარჯში. იმის მიუხედავად, რომ ხალხი არ მოსულიყო არჩევნებზე. ხალხი მაინც გამოვიდა და მაინც აძლევდა ხმას. მერე დაიწყეს ის, რომ ჯონდი ბაღათურია ეხანდელი ლეიბორისტთა ლიდერი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსთან ერთად გამოვიდა და ის რა ქვია საარჩევნო უბნებს არღვევდა და ესეც ნახა თელმა საქართველოს მაშინ გადაიცა ყველგან ალბათ მათ შორის თქვენ არის. და იქ მივიდნენ ჩვენი აქტივისტები, კერტით გადაეყვანა საარჩევნო უბნებს და მაინც დაიწყეს მოუგეთ არჩევნები. შარშან ჩვენ გამოვიდით ლოზუნგით თბილისის შევარდნაძის გარეშე. და ამ ლოზუნგით მივახცეთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაკის არჩევნები მოყვა და 20 კაცი. შარშან უკვე ყავდა 1000-ობით ადამიანი აქტივისტი თბილისში. მაშინ ყავდა 1000-3000, დღეს ყავს 25,000. ასე იგი, დავიცავეთ საარჩევნო უბნები და რაც შეეხება ვის რა მადლობა უთხარი. მე მაშინ უთხარი მადლობა და ესეც მორიგი ინსინუაცია ხალხს ამის დღეს ვითომ მაშინ ოპოზიციაში იყო დღეს ყველა აღმოჩნდა სტუდენტური მოძრაობის ეგრეთ წოდებულ ლიდერებთან ერთად სამთავრობო ბლოკში. მე ვთქვი, მაშინ მოკლეს ბრიგიტი პოლიციელი ერთ-ერთი შეტაკების დროს. მადლობა გადაუხადა იმ პოლიციელებს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ საზოგადოების წესს. მე თქვენს რომ მე მადლობა გადაუხადეთ თარგამაძე მოვახსენებთ მე 2001 წელს. რა მადლობა გადაუხადეთ ჩვენ მე ვიყავ ლიდერი სწორედ იმ მოძრაობის, სადაც ალბათ ეს ვალიდატორი არის და მაგრამ სადაც 50,000 სტუდენტი გამოვიდა და დავამხეთ ჩვენ კახა თარგამაძე და მაშინდელი საქართველოს თავრობა და არ გვაგვაძალა რომ გაგოშო პრეზიდენტიც აქვს.
და ეს იყო ჩემი. როდესაც იყავით მოქალაქეთა კავშირში, საარჩევნო შტაბთან რა ურთიერთობა ჰქონდა და ვაშის თავისუფლის ჟვანია იყო. ჟვანია და მოადგილე გოგორიშვილი და ნინო გურჯანა და ნინო გურჯანა პარტია იყო ესე იგი. საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე იყო ჟვანია, გოგორიშვილი იყო მოადგილე, პოლიტიკური მდივანი შტაბის მოქალაქეთა კავშირის იყო ნინო გურჯანაძე. მე არასოდეს მოქალაქეთა კავშირის პარტიის წევრი, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ არ ყოფილა მე ვიყავ ფრაქციის თავმჯდომარე, მე ვიყავ იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც გაიტანა ყველა ეს საკითხი, რომელიც ჩატარა სასამართლო. სხვადასხვა მოდით გითხრათ უცბელად რომ ნედავი მქონოდა უკვე უფრო მეტი შეხება, იმიტომ რომ დღეს ბევრად ადვილად გამოიცნობი ყველა იმ ხრიკებს, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ ვიყიდეთ. მე მაშინ ერთადერთი შეხება მქონდა რომ ვიყავ მაჟორიტარი კანდიდატი ვაკეში, ამიტომ ჩამოშორებული ვიყავ ცენტრალურ. რა თქმა უნდა, ამ შტაბის ხელმძღვანელი იყო სპაჩორის ერთ-ერთი ირაკლი უხუაშვილი. გვებძოდა მაშინ დავით სალაჰის ყველანაირი მეთოდებით და პოლიცია და გადასახადებით და მის უკან მაშინ ბრეწოლის პარტიაში იყო პარა ყველა მაშინ ხელისუფლება ხარს გიჭერდა. ხარ, მის ხელისუფლების ყველა სტრუქტურა ხარს უჭერდა ჩემ კონკრეტულ დავით სალაჰის. ისინი ხარს უჭერდა მოკავშირის როგორც პარტიას, მაგრამ სააკაშოს როგორც კანდიდატს ის ხარს არ უჭერდა არასოდეს. იმიტომ შეიძლება იცოდე რა პრობლემა შეუქმნა ვაკეში იყო როცა ავტეხეთ ერთი ამბავი წყლეთის წმენდ ვაკეში იყო როცა ერთი ამბავი ავტეხეთ კონტრაბანდაზე რომელიც იქ შემოდიოდა ხა როცა კონკრეტულ ინტერესებს ცოტა დრო რჩება და მაშინ კიდევ მოусმინოთ ეს თმაყურები საღამოშიდობისა ეთერში ხარ მისმით საღამოშიდობის მოგიტანებით ბატონო გოგა მე თანაც იქნებ მარტო იმიტომ აპატიეს ცოტა ესეთი კანტინიერი ნათქვამია რომ ბატონი მიხეილის ადგილზე არიან გორისთან თავრობის წარმომადგენლები და თავს ვერ მოიწონებენ ვერანაირად იმ საქმიანობით, რაც ბატონმა მიხეილმა თბილისს მოუტანა და რაც ბატონმა მიხეილმა თბილისში გააკეთა. ბატონმა მიხეილ, არა, მე ბატონ მიხეილთან მოხს, მე უბრალოდ მინდა რომ ბატონმა მიხეილმაც და მთელმა გორმა გარიგოს. წეღან მოქალაქეთა კავშირის ბიჭი იყო კითხვა, რომელმაც შეურაცხმყოფელი კითხვა დასვა. მე შემიძლია მე გავცე ესეთი პასუხი. მათ ძალიან ეშინიათ, თუნდაც იმიტომ რომ ეშინიათ იმ ადგილების დაკარგვით, რომელ ადგილებზეც ხედან და ამავე დროს ისინი მოქალაქეთა ახალგაზრდა კავშირის წევრებს ძალიან ბევრ ამას სტირდებიან და მათ არ აწყობთ არანაირად, რომ ბატონი მიხეილის ბატონო? იქნებ კითხვა დასვა, თქვენ კითხვა თავსო, მე მინდა რომ ბატონი მიხეილის ნაირები საქართველოს უმრავლოს და ერთი რაღაც იყო ტელევიზიის ბატონმა მიხეილმა თქვა. იხსნება რაღაც აფხაზეთში დაღუპულების სტენდი თბილისში. ისტორია ხო? მემორიალი რაღაცა. სად შეიძლება ამასთან დაკავშირებით მოგმართოთ? ვისთან უნდა მივიდე? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონო მიხეილ ძალიან მიყვარხარ და თუ შეიძლება რომ სად თბილისში უნდა მოვიდე თუ გორში უნდა მივიდე თქვენს ოფისში. გავუტარო დიდი მადლობა ამ კითხვისთვის ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. აი ვაჟბატონის ლიდერი რომელიც რა დარეკა და მე არ ვიცი ამ კაცმა ალბათ თელი ცხოვრება უნდა იცხოვროს საქართველოში და ნუ ყველას მოიცის ახალგაზრდობის შეცდომა და ყველა მიუწევს ვისაც გონია რომ ეხლა მოკავშირში ჩაეწერა მაგარი კარიერა მოლოდება წინ მე მინდა გავაფიქრო თავის დროს მე მომივიდა ეს შეცდომა თუმცა მე არ ვნახავ იმ გაგებით რომ ბევრი კარგი საკითხი გავაკეთე მაგრამ გლობალურად შეცდომა იყო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი დაატრიალებს უკან ჩვენი გაკეთებული რეალობა და დღესაც ბევრი კაცი ხო არა საბოლოოდ მე ჩემი ზადეტავი 1-2 მილიონი მომეყარა მაშინ რომ პარტია დაეფინანსებია ხა და გამომეკრა იმის მიადგები პლაკატები და ბილბორდები რაც ახლა ზოგიერთ პარტიას არ გამოყურდა მეტრიალებია ერთი წუთი სატელევიზიო რეკლამის საქართველოში 1500 დოლარი და გადათვალით რამდენი წუთი ხარჯავს ზოგიერთ პარტია ამას რა თქმა უნდა 1-2 მილიონი რო დავამოყო მაშინ მოქალაქეთა კავშირი ალბათ ჟვანიც არ ხო ან მინდა ამაზე კომენტარი ამიტომ მე ჩვენ ვარ ორი სხვადასხვა პარტია და ამიტომ ყველაფერი რა თქმა უნდა ამიტომ აქ საუბარი არის იმას ხო დავარებით იმას და რაც შეეხება აფხაზეთს შევარდნადებ თქვა ამ ორი თვის წინ აფხაზეთში ომი იყო შეცდომა შედავოწრო თუ შეცდომა იყო ეს ხო შენი შეცდომა შენ ხო ზიხარ ისე სავარდაში ადგილზე გადაადგილდები შენი ეს ხო იმ დედა რომელმაც შვილი ჩააწვინა კუბოში იმას გადააშავა რომ შენეუნერო შვილი მისი რომელიც მირია შეცდომით დაიღუპა აფხაზეთში და 10 წელი განმავლობაში ჩვენმა სახელმწიფომ ვერც სამაჩაბლოში და ვერც აფხაზეთში დაუყო ხალ ბიჭებს, არახოთ ბიჭებს, კაცებს, კალებს, ბავშვებს ვერ დაუდგეთ ეგრე. ჩვენ წელს პირველად საკრებულოს უფლებები არ ვეცეთ და ჩვენ დავდგეთ 9 აპრილის პატარა ძეგლი, პატარა 9 აპრილს ვერ დაუდგეთ და ჩვენ დავდგეთ 9 აპრილის პატარა ძეგლი, ეს დავდგეთ კინის ხე
ბრინჯაოს რომელიც ფოთლებზე არ გამოსახულთითო დაუყურეს გვარი და პლუს იქვე ხეივანი დაუყურეთ ოჯახის წევრებს. ასევე დიდი მანუალს კედელს ვაკეთებ თბილისში გმირთა მოედანზე, სადაც ყველა დაუყურეს სახელი გვარი აი ამ დღეებში ითვლება ყოველდღიურად 100-200 გვარს აი ოქროს ასოებით დაწერეთ. მთელ საქართველოს. მთელ საქართველოს დაუყურეს ხალხი. ცხინვალის რეგიონში და იქ. და ჩვენ ადგილობრივ ორგანიზაციას ვიწევთ სახელს და გვარს. მე უბრალოდ სიები გამოვხვრე გმირთა მოედანზე ამ წინ გავაკეთეთ ეს სიები არის. მაგრამ ნუ ქალბატონს არ შევაწყვეტ იქ ჩასასვლელად. თუ მოვა ჩვენ ორგანიზაციას მოგცემთ სახელს და გვარს ჩვენ გადავამოწმოთ და არის გვარი იქ და არც ერთი გმირი მიადგინა მორჩეს. იმიტომ რომ იცით რა ჩვენი ბავშვები უნდა ეძებოდეთ ამ ხალხის მაგალითებს. იმიტომ რომ დღეს ვინ არის გმირი? გმირი არის მილიონების მომპარავი, კანონიერი ქურდი, ეს რა ქვია მაგარი კარიერა ვინც გაიგეთა გამგებლის მოადგილე, ეგეთი ვინმე ესეთი ის რა ქვია მოღვაწეობენ ტელევიზორში შეკავ. ესენი არიან დღეს გმირები და დღეს გმირი არ არის ის ვინც სამშობლოში გადაექცევა და თვალდაზე ჩვენ ბავშვები და მეუღალთ ამ ზერთან იქ დავაწყოთ ფიცი. ანუ შეხუთი წუთი გქონდა ზარს მოსულად კიდე მე თვითონაც მომხმარებელს ისმეც ნაამხილებს ბილაბელეთში. საგამომშვიდობისად ძალიან მიხარია რომ გორის ტელევიზიის ეთერით ვხედავთ ესეთ დიდ მამულიშვილს როგორც ბატონი მიხეილი გზავდება. ვერანაირად ვერ უსაყვედურებთ იმის გამო რომ ის მოქალაქეთა კავშირში იმყოფებოდა რომ არა ის მოქალაქეთა კავშირი ჩვენ ბატონ მიშას ალბათ ვერ გავიცნობდით თუნდაც მისი დიდი ნიჭიერებისა და მისი დიდი განათლებისა ამის გამო მე პირიქით მადლობასაც მოვახსენებ რომ იმ მოქალაქეთა კავშირში იმყოფებოდა. ეხლა რაც შეეხება კითხვას ბატონო მიშა ძალიან გვიხარია რომ თქვენ თბილისში ესეთ დიდ საქმეებს აკეთებთ ძალიან მისასალმებელია და იმედი გვაქვს აი ეს უკვე ნათელი მაგალითია იმისა რომ თქვენ როცა პარლამენტში კი არა აი პრეზიდენტათაც რომ გიხილავთ უფრო მართლა გააკეთებთ ისეთ დიდ საქმეებს როგორცაც ჩვენ ველოდებით და როგორცაც ვოცნებობთ მაგრამ აი მიუხედავად იმისა რომ დღეს თქვენ არა გაქვთ ისეთი ბერკეტები რომ დაუშვათ აი თბილისის გარდა სხვა რაიონებში შეძლოთ იმის გაკეთება რაც ასე ძალიან სჭირდება დღეს ამდენ გაჭირებულ ადამიანს მაინც მაინტერესებს ესეთი პატარა კითხვა მინდა დაგისვათ თუ შეიძლება თქვენ სათავეში მოსვლამდე აი მარტო ერთ პატარა თხოვნა იქნება ალბათ უფრო ეს რომ თქვენი პროგრამა მე ვიცი იქ ვიცი რომ წერია ის რომ გიწერიათ რომ როცა თქვენ მოხვალთ სათავეში ისა სასწრაფო იქნება როგორც თბილისში იქნება ყოველთვის მე ხელმისაწვდომი მაგრამ აი გორში თუ იქნება ამის საშუალება მანამდე აი ამ არჩევნებამდე და რა ვიცი რა შეგიძლიათ რომ რითი შეგიძლიათ დააშვიდოთ აი ესეთი გაჭირებული ადამიანები და განსაკუთრებით ახლა მე ვისი თხოვნითაც ვრეკავ ის არის პირველი ჯგუფის უპატრონო ადამიანი დასაგები დიდი მადლობა მე გამიხარდებოდა რომ ეს პროექტი შესაძლებელია მაგრამ რა თქმა უნდა თბილისში მე ამას ვამზადებთ ცხრა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალბათ კიდე 2 თვეში შესაძლებელი გააკეთა თუ გვექნება საკუთარი რაოდენობის ადგილი. თუ ეს ადგილები არ გქონდა, უნებრივია ამიტომ მე მითხოვ ხალხს ძალიან ადვილია საკუთარი. მოაღვაწეთ იმას ვინც ამოხვა ყველა გვიდება ყველა შეხედეთ საკუთარ თვალებით დაინახეთ. შეხედეთ საკუთარ ინტუიციას. თითოეული ადამიანი რომელსაც ასე უჭირს არის პირადად ჩემთვის პირადი კატასტროფა იმიტომ რომ ჩემი შვილი ვერასოდეს ვერ იქნება ამ ქვეყანაში ბედნიერი სანამ ერთი ადამიანი მაინც ასეთი ამბობს ამას ძილა სხვა შორის ტიპის პრეპარატში ხონდა ეს ფიზიკური შეტაკება ვაჩერებთ ერთ-ერთ უკანონო შეერგობას და ნუ იქ მანამდე იყო აშენებული პოლიტიკა განსახლების მინისტრის 4 სართულიანი სახლი ვალერი ვაშაკიძის დიდი სათურაო აუზი და სახლის წინ იქებოდა ნაგავში ერთი წელს მოხლის სანდომიანური სამუთაცის გაუტოლი კრებდა მოწმებს და მითე ვინახავთ და ვარო 123 სკოლის ეს სკოლა ქუთაისში რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი უმცნეს სტაჟში და პენსიაზე გავედიოდა ეს მოწმებიო ცოტა ფულს მატებს რომ პენსია ყოფილა და მე უბრალოდ რა ვიქცევ აი რა ჰიბრიდი გამოიყარო თავრობისად რომ შეუძლია ამ მის ოჯახის ყოველთვის გაიგოთ თვალი თავი წამოყო გადმოხება ფანჯერას და ედაფულის კალბატური იქნება დაკავშირი მე გადადიან კალბატური ხალხი გაიგოთ და წინდა ცხოვრება ეს ნიშნავს რომ აი ხა ერთ-ერთ გვერდ მეზობელ რაიონში
გამგების მოადგილეს და მინდა ქალბატონი ხეიბარი პრესიული როლი საკუთრებას მეტარებო და უფრო ვიცი რომ პენსია სამომცემად სობა მაინც მომეცით რომ პენსია მოგწევს სასამართლოში შევიდა და სოციალურ დარგში გამგების მოადგილე რომელსაც ევალება ხალხს რომ განაცხადა რომ შენო დედაბერო შეთვის მიწამა გათხრით და იქნა ჩაგაცვლა რა ცნობას ცხოვრდა ქალმა აიღო და ამდენჯერმე ჩაარტყა თავის ჯოხეთში და არ უნდა მიეყოლათ მე გუბერნატორი ჯოხის ჩართმასაც და უარესაც ექსპერტებს ასე რომ აი ეს არის ერთი ჯიში თანამდებობის და მეორე ნორმალური ადამიანი და მე ჩემთან მივიჩნე რამდენად ჯიში თანამდებობა ნორმალური ადამიანად ვერ მოიწეს და ვერც მის განმოწვა იმას რომ ერთი ადამიანი ვისაც ეს შეიძლება ასე დახმარება არა სანამ ეს არსებობს ჩვენ ყველანი ვართ აი ესე რომ ქვეყანას დაუბრუნდეს იმით რაღაცა შემოაბრუნოთ უკეთესობისკენ ამაში მე მინდა ძირფასო გორელებო და არაფოდ გორის ფრაგმენტებია გორე ხელი ქართლი და გორის საერთო სხვადასხვაფერი ქართლი სოფელი ძირფასო ქართლები მე მინდა თქვენი დახმარება მე მინდა თქვენი ჩალენჯი და მე მინდა თქვენი მე მოგცემთ ეს არა მე ეს მემორია მე ყველაფერი თქვა სამჯერ არა მე მოგცემთ უფლებას მივართ უბრალოდ ჩვენ ძალიან მოუხმებელი მილეკავს და ჩვენ Tubie da bito es baldi da diare. Gizmet პირდაპირ ეფში. საერთოდ გიზმეთ. მოგესალმებით ბატონო გოგა და ბატონო მიხეილ. პრეზიდენტის გისურვებ წარმატებებს საქმიანობაში. მეტყვი მოგიმართოთ მესმის დასახულიდან მოწინააღმდეგობაში. ახლა კი ბატონო მიხეილ, მე ბაიმბოდეთ მოგმართოთ რამდენიმე კონკრეტული შეკითხვები. არა ყოველთვის თავისუფლებით თქვენი თავისუფლებით ჩატარებული სასამართლო რეფორმის სიკეთით. შეიძლება თუ არა ახლა კიდე მოეწონოთ თავი ამ რეფორმით, რომლის ერთ-ერთი მექანიზმი კედოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების დანიშვნა, არც დამოკანონოს საშუალებას ურჩხად განაცხადოს, რომ არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე გადაწყვეტილებების მიხედვით. მე თქვა შეიძლება თქვენ დეკლარირებულად არ წახვიდეთ და მე გაგცემ. არა, კიდე რამდენიმე მოყვა. მაშინ მოდით ამას გაგცემ, მე გავუწევ. ძალიან მოკლედ. მინდა გითხრათ რომ იმ კანონით რომელიც მე გავიტანე პრეზიდენტს არ აქვს უფლება მოსილება, უბრალოდ კონსტიტუციით მას ჰქონდა უფლება რომ დაენიშნა მოსამართლეები, ამას მე ვერ შევწყვეტ. მე რა გავაკეთე? მე მივიღე ესეთი კანონი, რომელსაც პრეზიდენტი კი ვერ ნიშნავს. იუსტიციის საბჭო არჩევს წინასწარ როკუდეს გამოსა ჩაბარებულსაც ატარებდა ჩემ დროს ამერიკელები და რახეთ ჩემ დროს ამ გამოსას ერთ ჩაბარებას აბარებდა 7-8 კაცი. ბოლო გამოსა ეს ჩაბარა 120 კაცი. წარმოიდგინეთ, ამხელა განსხვავება რა უგეცად მომენტი არ გქონდა, უბრალოდ ეხლა დაიწყეთ გაკეთვა, უკვე ბოლო რამდენიმე წელი წაგვედი აფილეთებს. როგორც გზას ხო დააგე და ამ გზას ჭირდება მუდმივად რემონტი, ასევე სასამართლო რეფორმა ჭირდებოდა ის, რომ სასამართლო აღუჭროთ მოსამართლეები. პირველი მოსამართლე, რომელიც რაღაც მიქარავდა, ეგრევე მოეხსნათ და ამის მექანიზმები მეჩავდა. პრეზიდენტი რომელიც აცხადებს, რომ მე ვნიშნავ ცდებები, რომ ის მხოლოდ ამტკიცებს იმას, რაც იუსტიციის საბჭომა, იუსტიციის საბჭოს ხდება გადასწორება. გუშინ გადადგა, უბრალოდ 3 თვის წინ გადადგა და გუშინ მოვიდა ჩვენთან ფოთის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაურ გურგელი. ეს ხო ერთ-ერთი ესე წინა სახე ახალი სასამართლო რეფორმის ერთად დავიწყეთ, მაშინ ზაური იყო ახალგაზრდა იურისტი, წამოვიდა პროკურატურა, გვენდო ჩააბარა ეს გამოცდები, ამერიკაში წაიყვანეს, ბევრჯერ ასწავლეს, ფოთის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. ფოთის სასამართლო საწამკაც შეელო მილიონების გაკეთება ყველა საქმეზე, იმიტომ რომ იქ არის დიდი საქმეები და კონტრაბანდასთან მიატოვა და თქვა მე ვერ შეურიგდები იმ უბედურებას, რაც ხდება სასამართლოში, მაშინ კორუფციას ჩვენ დავიწყეთ კარგად და მე მოვიდი იმ კაცთან, ვისთანაც ერთად დავიწყეთ კარგად. ეხლა ჩვენ უნდა შევცვლოთ მთელი სისტემა საქართველოში და გუშინ ჩვენ დავასახელეთ ეს დეპუტატობის კანდიდატი. თერჯორის რაიონში სხვაჯერად შეიძლება გავიდეს, შეიძლება არა, ეხლა იქ დიდი კონკურენცია, მაგრამ ამ რისკზე წამოვიდა. რატოა ძალიან კომფორტული და პოტენციურად ძალიან მაღალ შემოსავლიანი სასამართლოს პოსტი. ასე რომ ეს იყო რეფორმა ერთადერთი, რომელიც იყო სისტემურად სწორად გააზრებული, მაგრამ მოყვა ის, რაც მოყვა აი მიზეზების გამო, რომელიც გითხრათ. სიამოვნებით გაცემ. თქვენ დეკლარირებულად უთხრათ ბრძოლას ყოველგვარ უკეთურობას, მაფიებსა და კლანებს. ეს სიტუაცია მაშინ გაუგებარია ჩვენთვის. თუ რატომ დაუდგა თავდება თქვენი პარტია ენერგომაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ESTELAS-ის ფინანსური მენეჯერს უყარი აღარ გვახსოვს გათავისუფლებას. როგორც მართლმადიდის საშუალებები უწყებოდეს, მას 5 მილიონის მითვისებაზე ეძება ქალაქს. აქ არ აქვს ადგილი იმას, რასაც ნათელაშვილი თქვენს მიმართ აქცენტს ეკლაპა. მე მეგეცხრათ ჯერ ერთი კიდე რომ არა მოდი ბატონო ჯერ ერთი არა ყველა კითხვა ყველა მითხარით და კიდე ორი შეკითხვა არ ძალიან ბევრია ეს შეკითხვა რა უცილებლობით იყო ნაკარნახები თვითონ საკრებულო კომიტეტის თავმჯდომარეებისათვის
ჯერაკერებული მანქანები. იღიდია. კარგად ვთქვით, რომ ავტო მანქანა ფუფუგება კი არა, ხოლო გადაადგილების საფრთხეა, მაგრამ ჩვენს გაუსართვის პირობებში, როდესაც პენსიონერებისათვის ვერ მიქცევთ ფუფუნკლარიანი. გასაგებია. მანქანების შედეგად ის ფუფუნება თუნდაც ჩაითვალეს. დიდი მადლობა. სოციალური აიშულმა და მისთანებმა ფეხით იარო ვარშავიდან არ ჩამოარდებიან და ეს შეკითხვა. ბადრის და ბოლო შეკითხვა ბატონო მიხეილ, შევარდნაძის წასვლის შემდეგ არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ აჭარბაში გურიის ტანად მოგონდა, ან და რა შეფასებას მისცემთ? ცარიელ აუზში გასამტკიცებლად აკიმაცხარა სოციალისტის მცდელობა გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე. ხოლო შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი. არა გამოგონდა ამისაც ემზადება და ვარჩევს. ექსპორტის დადისოდა პოლიციის კამერაიდან დაგდეს. ჯერეთ მინდა გითხრათ ეს თელასის ფინანსო მენეჯერს რომ მე საერთოდ სუფალკაც არ გამიგია მინერეს და ჩემი პარტია ნაციონალურ მოძრაობას თავდებში ნამდვილად არ დაგო. დაუდგა თავდებში რამდენიც მე გავიგე ასევე გაესტებითა და მე როგორი კაკოპოპოვიძე რომელიც არის ხონის დეპუტატი მაჟორიტარი რომელიც არის ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციის წევრი და მას ჰქონდა მოსაზრება და ის დარწმუნებული იყო ეს კაცი ხო უდანაშაულა და სხვა ჩვენს მე ამას არ გამოვიწყებ თუმცა არ ვიცნობ არც აქ არ ვიცნობ და კიდევ მე ნამდვილად ამას არ გავაკეთებ. მეორე თბილისის საკრებულოს არანაირი კომისიის თავმჯდომარეებისთვის არანაირი მანქანები არ აქვს. ერთ-ერთი იყიდეს ბოდიშვილი ერთი გამონაკლისის გარდა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ბატონ სოსუშატბერაშვილს გვაქვს ეს არ არის დასამალი ეს არის ჩვენი ფრაქციის წევრი. მე მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანაზე პერსონალ ავტომობილზე თქვენ უფრო მეტს. თბილისის საკრებულო ერთ-ერთი წარმომადგენლობითი ორგანოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. იმ პერიოდში ზუსტად როცა პარლამენტმა 4-ჯერ გაიზარდა თავის ხელფასი და დავინიშნა სიცოცხლის ბოლო პარლამენტის წევრების პენსია, მე 2-ჯერ პირველად გავაკეთე შევამცირე და ყველა მივეს გამასხმა სხვადასხვა ფრაქციები საკრებულოს წევრების ხელფასი. ასე სხვა პრეცედენტი არ არსებობს და თქვით რომ ჩვენ მოდით ახლა ვიკითხე რამდენია ხელფასი მითხრეს 400 ლარი რომ თქვით რომ ახლა მოდით ხელფასი 2-ჯერ შევამციროთ და როცა ხალხი იცხოვრებს უკეთესად მე გავზარდ მით უმეტეს რომ საკრებულოს წევრს შეუძლია სხვაგანაც მუშაობა და ეს პრობლემა არ არის. ბატონ შოშტაშვილი არის მეწოთა ფრაქციის წევრი და რეგიონის კომისიის თავმჯდომარე და თავის მანქანა ალბათ ყავს ყოფილი თბილისის მერია და მეგონი ხარიბია და მერია გახდება და ჩემ ფრაქციასთან, ჩემ პარტიასთან კავშირში რა თბილისი რომ აირჩიეს და არის საკრებულოს წევრი და სხვა ჯერს ახლა ნამდვილად არაფერს არ აშენებს ამჯერად. ასე რომ ბოლო კითხვა იყო პრეზიდენტობა ჩემშვილისა რომელიც მე ეს დავიგე და ასლან აბაშიძეზე იყო. ასლან აბაშიძე თუ კარგად დააკვირდეთ ყველა მეტად თუ გიბიმესებს ასლან აბაშიძე ერთ-ერთი მსახიობის განცხადებული ვარ და ჩემ პარტია მარტივ ბიზნესთან ჩვენ ვართ ერთადერთი რომელიც ამბობს ჩვენ არ შევეპოვებთ იმას რომ პარტიკულად ფეოდალური რეჟიმი ძარცვავდეს და ჯიბეში დებს იმას რაც არის საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთრება. ბათუმის სამართლი, ბათუმის პორტი ჩვენი საზღვაო არ არის ერთი ოჯახის საკუთრება. ის არის თითოეული გორელის, თბილისელის, ღვიაველის, ჭოროჭყვერის ყველა საკუთრება. ასე რომ ეს თქვი ერთ-ერთი მე როცა იქნებოდი თავისუფალი ეკონომიკის ზონის კავშირი ყველა პარტია უმრავლესობის ოპოზიციის ყველა ოპოზიციურ პარტიები წახმა ნაციონალური მოძრაობის გარდა. აი როდესაც ვაბარგო ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვინც ახალგაზრდა ოპოზიცია განსხვავებული არის ეს რომ ნაციონალური მოძრაობა ასეთ გარიგებებზე არ არის. თავისუფალი ეკონომიკის ზონის კანონმდებლობას ჩვენ აჭარაში ვერ ვიცით ხოლმე რა მოსაზრებაც არ აქვს. მე შუანი ხარდა ჯოანი ემოც ბურჯანაძემას და სხვებმაც აქ მე არ ვედარ ეს თქვენი ის არის მე ნამდვილად ამის თქვას აპარატ ხალხო იცოდეს. მე მომადგენე საკრებულოსთან და ეგ ლოზუნგები აფრიანეს, სააკაშვილი ცისფერი, სააკაშვილი კალიგულა, სააკაშვილი ჯერ თქვენს რომ საფულარი არ გაუკეთებია, 5 მისამართი და ასე ეგონა რომ იყო მოვკვდი და იქ საფულარი და ხმას ვერ გამოვიდა. როგორც ეს 5 მისამართი დაასახელა რუსთავის ხანის კურიერში, მეორე დღეს რომ 5-ვე მისამართი მოვკვდი ხელით განაცხადა ჟურნალისტად ძალიან წავასხი შეიძლება თქვენ პროფესიის წარმოგეს წარმოგვიძალეთ მივედი 5-ვე მისამართი დაუთვალე მათ შორის აღორძინების ოფისის თავზე, სადაც ქალბატონი იყო 70 წლის რუსი ეროვნების, რომელიც ესენი არის ინტრიგანტებიო, კაპუჩიპულებიო, ყველაფერი გამიგეთოს და საიდან მოიგონოს. 5-ვე მისამართი, მათ შორის მოხდა რომ აღმოჩნდა ეს ბლეფი და თვითონ წავიდეს. ალბათ გაიში არასწორად იფიქრე რაღაცა დაიწყო. მეორე დღეს მომადგენდა პლაკატები თუ სააკაშვილი კალიგულა, ცისფერი, ესეთი ისე. მე ამაზე ჩვენ აქტივისტებმა ამ დროს ვიყავით რეგიონებში გასული საარჩევნო შეხვედრებზე, გადმოკიდეს პლაკატი და იქ ეწერა რომ ასლან მიმართ კანცელარიას, რომელიც არის 200 წელი ვიდა პროტესტის გამომართვა. კანცელარიას იმას გასაყოფი არ არის, კანცელარიასთან ყველაფერზე შეთანხმება.
ერთად ვიც აფეთქებთ თვალში ნერვების უშლის ვარ ჩვენ. ეხლა ისმის კითხვა. აი რა ნაციონალ მუზეუმი რა ხვდას უშლის ნერვებს. აღარ შეიძლება იმასაც უშლის ნერვებს, რაც ოლიგარქს იქ თავრობას ქობლიანიძეს ასლამბეში რა ვერ დაიხარეთ რა რაც ხუთიანი ხალხი ვერავის და ვერ მონახეს ერთ. რა თქმა უნდა მონახეთ, მაგრამ ეს ყველა ხალხი არ არის ქართული ხალხი. ეს არის ის ხალხი, ის გამოც ქართული ხალხი ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კარგად ამიტომ ამდა რაღაცის გაკეთება შეძლო ჩვენ ხალხი. აი ეს არის ჩვენი წამსი და ჩვენი ფილოსოფია და ამიტომ არის ყველაზე მეტი ბრძოლა ჩვენს გან. ასე რომ რაც შეეხება იმას, რომ საკრებულოს წევრები გადაუდგნენ დღეს საკრებულოს თომას უატარეთ, საკრებულოს იქ დარბაზში უბრალოდ ფოიეში მოიპარეს საფორტეპიანო. და იქ ერთმანეთი გოლით მაიუღნას შეშლობები ხო რამდენი ეს ეკო საკრებულოს და მერიის შენობა ერთად არის. და მერიის თანამშრომლები ძალიან და სამსახურების უფროსები და აშენე გამაცემ ფოტოაპარატის მოპარეს ჩვენ თანამშრომლებს. და ერთმანეთი უყურნა რომ ესე იმდენ მოიპარეს რომ გარშემო კურდებოდი ჩვენ ახლა ფასი ორჯერ შევამცირებთ და წევრები დაინიშნეს. რა თქმა უნდა არც ისეთ სულად არის საქმე როგორც იცოცხლები, მაგრამ ეს პრეცედენტი რომ შეიქმნა ჩვენ ხელფასები შევამცირებთ ეს არის სწორად. პირველი რაც გავაკეთე ამას თქვენ ხარდაჭერა რომ ჩვენ ამერიკაში ხარდაჭერა ეს იქნება ის რომ ჩვენ იმ სამუდამო პრესიას გავუხმოთ და ხელფასებსაც შევამცირებთ. თუნდაც სამშობლო ემსახურა ქვეყანას, ემსახურა მოახერხოთ. თუ მოდიდნენ დეპუტატი ხარ თქვენი დეპუტატი გავთ არ გორში ვაჩავი ხომაც საფერს აღმოსტონა შედეგჯერზე თუ მაინც დააპირებთ ის რაჭერას კაი იქნება რომ საძილე უდომრები რო იყო ადრე ანის გამოდანა თუ იმის შემოგჭრთ ან კარგი მუთაკა უხერხო პოზაში არის თვითონ მაგალითში რომ მე არ გამიგე ამ კაც ხმამბობს საერთოდ რამეზე მით უმეტეს გორელების ინტერესებს მე რაღაც არ მაქვს შეიძლება მე მაინც არ მაგის ჩაოლებრივი ადამიანები მე მოქალაქე ვარ და შემიძლია გამო. ასე რომ კარგი მუთაკა მოუძებნა და თუ ირჩევთ, მაგრამ უხერხო მდგომარეობაში მაინც რო არ მოუშვეს ხრინა რომელიც პარლამენტის ხმაზე სინამდვილეში. გასაგებია ჩემი პროდუქტი კითხავდა. ხო ამიშნავს თქვა იგივე უშიტყვეთ ჯوانია ფუგებს შეადარეს შედარებული. როგორ არაფერი ცუდი რაღაცა ეს არის ბავშვი ესეც კომენტრიალებს იმის ხეთ ქარისა და ოპერას რა არის ხა ცუდი სიმპათიო საყვარელი. ხო ამიშნავს ეს თუნდაც თქვენი ესე თქვა დაპირისპირება შეიძლება ასეც იყოს დაპირისპირება იმას რომ თქვენ ძალიან ადრე დაიცავთ უკვე საპრეზიდენტო არა მე მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ჯوانიაც იქნება საპრეზიდენტო კამპანია საპრეზიდენტო კამპანია რეალურად ჯوانია იმაჩნია რომ რეალ ბლოკის მოტორიც ლიდერიც ტვინის და გადაწყვეტილების ბურჯანაძე ბლოკის თანჩენ ყველაფერი არის ჯوانია არ მინდა მაძლობა ვეთნა მინდა ყველა ადამიანი უნდა გააკეთოს თავისი არჩევა. მაგრამ ჩვენ და ის განსხვავდება და მე ვიმეჩნია რომ ჩვენ ვართ უფრო პრინციპული, უფრო თანმიმდევრო, უფრო მჭრელი. მაგრამ მე არ ვაპირებ საარჩევნო კამპანია ავაწყო იმას, რომ გადავეცვა თავს. მე უბრალოდ განუმარტე ხალხს. რა როგორ ჩვენ განსხვავდებთ, რომ ჩვენ სხვადასხვა ვართ, ჩვენ არა ვართ ერთი. ისინი ამბობენ, რომ ისინი უფრო გაწურასწორებული შვილები არიან, ისინი ზომიერები არიან, ყველასთან კარგად და მე ვიცი რომ მე ვარ ზომიერი ადამიანი უმცირესობაში, მაგრამ ვერ ვიქნები ზომიერი უმცირესობასთან დაპირისპირებისას. მე არა ვარ ექსტრემისტი ბუნებით, მაგრამ ექსტრემალური თერაპია საჭირო ექსტრემალური გადაწყვეტილება. მე ვერ შეურიგდები ნახევრად კორუმპირებულ, ზომიერად კორუმპირებულ, ჩემ კორუმპირებულს ვიღაცი მებენზინეს მე მყავთ ჩემი პრინციპი. ეს არის განსხვავებული ჩვენში. ასე რომ გადაიწყოს შეიძლება დამსახურება. მე ვფიქრობ რომ ეს არა ჯერეთი მინდა გითხრათ რომ ხა ჩვენ რა თქმა უნდა ეს კომპლიმენტიც არის და შეიძლება არც ისე სწორი იყოს. მე ძალიან გავსხვავდები ჩვენ ერთმანეთთან, ესაც სხვადასხვა სულეთ სხვადასხვაება, მაგრამ ერთი რამე არის, ზოგადად რა თქმა უნდა იყო რა თქმა უნდა იყო პატრიოტი და რა თქმა უნდა იყო უზოგოდ შეყვარებული საქართველოს. ეს ქართული პოლიტიკური სპექტრის ოთხი დარბაზი დღეს. საერთოდ არ არის ის რაც ხდება ესე. მეორე, ზიად გამსახურდია შანსი არც არ არის ზიად გამსახურდი არც ერთი არ ყოფილა ნამდვილი ძალაუფლების კუთხე. ასე რომ დღეს კითხავდა იმაზე, რაც გააკეთა, რაც არ გააკეთა გამსახურდია არის ვინ. ფაქტია უნიკალური შანსი ჰქონდა შევარდეს. უნიკალური, მას ჰქონდა 100-ჯერ მეტი შანსი ვიდრე გამსახურდეს. ყველაფერი გახსნილი ჰქონდა. ხალხის ნდობაც ჰქონდა, რომ ეძახიან რაბინო მოქალაქეში პერიოდში ძალიან ბევრი ხალხი უჭერდა. მაგრამ რეალურად მე რომ მეკონა რომ ის თავის ოჯახს ეხება და თავის მომავლის ინტერესებს. იმის რომ შეშულიყო საქართველოს ისტორიაში ორი დამფუძნებელი მამა ახალი საქართველოს საქართველოს. ამას ყველას გადაუშვა ხალხი და რაღაცა წვრილმანი ინტერესები და წვრილმანი ინტრიგები აღმოჩნდა მისთვის. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი მეთვალშეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ამგვარ დროს საქართველოს დადებანი და დავითარგო. ძალიან ნიჭიერი ჯგუფი მოვიდა ასე პოლიტიკაში. ეხლა
ცხადია, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ქვეყანა. საქართველო გახდება ძალიან წაბადებული და ძალიან კარგი ქვეყანა. ერთ უზარმაზრებელია ბალანში იმის უცნი მიმართოთ შიდა ქართლის მოსახლეობას. არაფერი დავდეთ ამ შემთხვევაში. მე მინდა თქვა ჩემი საყვარელი და მშობლიური ქართველების კონგრესი. ისე კასპიუთი თუ კასპელი კასპელი არა, მაგრამ კასპიდან არის სააკაშვილის გვარი. სააკაძე. სააკაძე. ეს ასეა. ფუნზე. კი. მაგრამ უახლესი ისტორია ჩემი გვარის არის გორი და ესენი არის. მოკლედ ვთქვათ ქართველი. ხო, სხვა ჩვენს გადაუპირისპირდებით ან ძალიან კასპელია ყო. თუმცა რა თქმა უნდა კონკრეტულად მინაცო. დიდი დაპირისპირებას ვერ ვხედავ. თუმცა ჩემი გვარი, ჩემი მეორე მხარე დაკავშირებული სამეგრელოსთან, იმერეთთან, გურიასთან, კიდე რომელი კახეთის სამწუხაროდ ფუძე არა, მაგრამ უბრალოდ საქართველოში არის სააკაშვილი, მაგრამ ჩემი უშუალო როგორც აქედანაც სააკაშვილი. დედა ჩემი არის სამეგრელო, მაგრამ რაჭასთან მოკავშირები, ასე რომ მე დაკავშირებული ყველასთან, თუნდაც ემოციურად აი ეს მისია სააკაშვილი, რომელსაც ასე ვთქვათ, ლაბორატორია, ამას გარშე დაწერეს, ვარ აკადემიკოსი არ მოიქნება. კაკეთის გენერალი რომელიც დავებულა მიშოვა ის 4 წელს შეძლო 5 წელს შეძლო გადაიჭრა. თავარი აქცია არის იმაში. რომ ხალხო ჩვენი ცხოვრების გამოსწორება შეიძლება ძალიან ადვილია საკითხი. ძალიან ადვილია შეუძლებს გადაგება. თავარი ეს არის დავდგეთ კეთილ. თავარი ეს არის რომ დავიჭიროთ რომ შეიძლება უკეთესად ცხოვრება. მე არ გადაგება არც მიტინგის მოსაწყობად არ ჩამოვშვა. ძალიან ბევრი პროპაგანდა მე არ მაქვს საშუალება მე ავწევ ტელევიზიებს, გაზეთებს სხვა საშუალებებს რომ თავაბოლო ხალხის პროგრამები მე ერთი და მე ვიცი. მე ზუსტად ისევე შევდგება ყველაფერზე როგორც თითოეულ ხოლმე. ასე რომ თუ დავდგებით ერთად, ყველაფერი იქნება კარგი. თუ ჩვენ დავიქსახსენებთ ისე დავიყოფით ისე გამოვაყენებთ თავს, ისე დავარწმუნებთ ამას თავს, რომ ჯობია ისე დავედიოთ სახში არაფერი არ შეიძლება, ნიშნავს რომ ჩვენ საკუთარ მომავალს გადავსვათ ერთი დღე არააქტიურობა ნიშნავს ჩემ 4 წელს სინამდვილეს. საქართველოში შეიძლება დაიწყოს შეუცვლელი პროცესი. ასე რომ ჩვენ თუ მინდა ჩვენი რუსეთში და სხვაგან გასულ ხალხი დავუბრუნოთ უკან. თუ მინდა რომ ჩვენი ტერიტორიები გამოვიდეთ, თუ მინდა რომ ვიცხოვროთ თითოეულ უკეთესად, თუ მინდა რომ ბავშვებს ყოველს განათლების საშუალება. მე ვფიქრობ რომ ყველაზე ზუსტ პროგრამას ამ კუთხით მაინც თავაზობთ თქვენ ნაციონალური მოძრაობა და ყველაზე კარგი კანდიდატი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი რომელიც მე უყავს საქართველოს ნებისმიერ რაიონში არავის არ ეწევა სხვა ჩვენთან და არის ირაკლი ოქროშვილი. ეს არის ჩემი უახლოესი ადამიანი, არა უბრალოდ რაღაც მაღაცობის გამო, არც უნდა რომ მაგაზე უფრო დიდი ხნის მაგაცებს ხოს. არამედ სულიერ მონაცემებს ვთქვათ ჩვენი პრინციპების გამო. ეს არასოდეს ყველაზე დაძაბულობაში კი არ დაუხევია ჩემი გვერდს და არ დასულა უკან. თუ ასეთი ხალხი ახალს გაუხსენებს, მაშინ ჩვენ მომოვლენთ თუ მათ გაუხსენთ თითოეულ გორელს იბრძოლებს, აი ყოველგვარი პატივისცემის სისხლის უკაცრა ჩვენ. ამის გარანტიას მე გაძლევ და ძალიან დაეხმაროთ და დაუხსენებთ. დიდი ვალობა იმიშა დიდი ვალობა მაყურებელს რომელსაც დარეკა რომელსაც საფრთხე დარეკა მოგულა დიდი ვალობა თქვენ იმისთვის რომ საერთოდ ჩამოგზავნილში მე იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით ამ სტუდიაში და უბრალოდ ტელემაყურებელს შევახსენებთ შენ სააკაშვილი იყო ჩვენ დროინდელი გადაცემის სტუმარი და სხვათა შორის ამ სტუდიაში ბოლო ხანს ყველა პოლიტიკოსი მისაკი ყოფილა ყველა აცხადებს რომ აუცილებელია აქტიურობა აუცილებელია შემდეგ ჯეზე რომ მოყვება თვითონ აქ გაკეთებული გადაცარიელ ლაპტოპს და გაწყვეტს ჩემი გადაცემის პირველი რომ წუთი მოყვებოდი რა გაკეთებული და მათ ეყოფათ ზუსტად 2 წუთი თუ არ არის სრული მოსაწყობი. აი დიდი მადლობა ლაპტოპს ხალხს. მადლობა. Да, la paix est stockée. Donc, je t'avais dit que ça სამართლის რედაქტორი ეს სიტუაცია. სამართლიან არჩევნებს ამ იმარასთან